ზუგდიდთან და ხონთან ერთად ხმაური იყო მთელი დღის განმავლობაში თეთრი წყაროში, ხაშურსა და დედოფლის წყაროში, სადაც ქართული ოცნების აქტივისტები შედეგების გაბათილებას ითხოვენ. ეს ის რაიონებია, სადაც ბიულეტენების დათვლების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იმარჯვებენ. საჩივრების განხილვა კომისიის წევრებს კოალიციების აქციების ფონზე უწევთ. ბექა მჭედლიშვილი ბოლო ინფორმაციით დედოფლის წყაროდან ბექა რა ვითარებაში მიმდინარეობს საჩივრების განხილვა. საჩივრების განხილვა არის უკვე დასრულებული, პარალელურად დასრულდა აქცია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დედოფლის წყაროს ცენტრში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან. საოლქო საარჩევნო კომისიის დასრულების შემდეგ უკმაყოფილო დარჩნენ გადაწყვეტილებით თავად აქციის მონაწილეები, კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქ იმყოფებოდნენ და შესაბამისად კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ კომისიის წევრები გააცილეს სისხლის ეგრეთ წოდებული სისხლის ზერეფანი გააკეთეს და შეძახილებით გააცილეს. მსგავსი ტიპის აქციები 2 დღის განმავლობაში უკვე მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და შესაბამისად კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერები სწორედ ამ ფორმით ახდენენ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობაზე. მუხარის გზავნილს ქართული ოცნების წარმომადგენელი კომისიის თავმჯდომარის მისამართით აკეთებს. თეთრწყაროში ოლქის შენობასთან შეკრებილები ხმაურიანი აქციის პარალელურად საღამოს უკვე თავმჯდომარის კაბინეტში შეიჭრნენ. კადრებში ჩანს, რომ სიტუაციის დაძაბვისას ადგილზე კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარიც იმყოფებოდა, რომელმაც მოგვიანებით მხარდაჭერისათვის მომხრეებს მადლობა გარეთ აქციაზე გადაუხადა. ხალხის დებად ვერ დაუდგება წინ. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მის ბატონ პატრონი და არა ვიღაცა გახსოვებული მილიონერი თუ რაფია ხა უკვე 2 დღეა მუხარის შეძახილებისა და ხმაურის ფონზე მუშაობს დედოფლის წყაროს საარჩევნო კომისია. ქართული ოცნების მხარდამჭერები 7 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმარჯვებს. ჩვენ ხმებს დავიცავთ პირადად მე არ წავალ აქედან სანამ ჩვენი კონსტიტუციური უფლება რომ მივცეთ ხმა ჩვენს არჩევანს არ შევაძალოთ. უნდა იყოს რა ყველგან ადამიანმა რო შემოვიდა რაღაცა საკეთებს უნდა გააკეთოს. ფისკერად წაართვა და გადასახადებები იყოს ბევრი და რაღაცა. აქციის პარალელურად კომისია დილიდან მუშაობდა. განხილვის თემა ქართული ოცნების 7 საჩივარი იყო. კომისიამ ყველა არადასაბუთებულად ცნო. ხალხი ითხოვს ახალი ხელახალი ნამდვილი და არა ზეწოლით ძალდატანებით და მუხარით ჩადარებულ არჩევნებს და იმის მაგივრად რომ ნომერ 14 საოლქო კომისიას მიიღო ხალხის ინტერესებიდან იურიდიული ნორმების გათვალისწინებით გამოიტანა გადაწყვეტილება, მიიღეს მიკერძოებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. რაც შეეხება სხვა საჩივრებს, იყო ნაწილი საჩივრების, რომელიც არ იყო საოლქო საარჩევნო ოლქის კომპეტენცია და აქედან გამომდინარე არ ქონდა ჩვენ მოკლევის საფუძვლები, აღნიშნული საჩივრები გადაეცემა შესაბამის ორგანოებს. მორალური ზეწოლის ფონზე მუშაობს კომისია ხაშურშიც. ქართული ოცნების წარმომადგენლები იქ 10 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვენ. სადაო კოალიციის მომხრეებისთვის ის მონაცემებია, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იმარჯვებს. დღეს აქციის მონაწილეებთან ერთად შედეგების შეცვლას ითხოვდა კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კვირაში ჩვენ ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოდის. ამიტომ ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება გადაწყვეტილი. ამიტომ სხვანაირი ახლა სპეციალურად აკეთებენ რომ ასეთი რაღაცა დაპირისპირება მოხდეს. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა ახალი ინიციატივა. ორგანიზაციის დამკვირვებლები ყველა პრობლემულ ოლქში იმყოფებიან და ინფორმაციას სათაო ოფისს აწვდიან, სადაც დღეს საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა. ახალი თაობა ახალი ინიციატივა პარტიებს და მათ აქტივისტებს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ფიზიკური და მორალური ზეწოლისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.
ყველა მხარეს მოუწოდებთ პირველ რიგში პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს რომ თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციაზე ფიზიკური და მორალური ზეწოლისაგან და მისცეთ მათ საშუალება რომ კანონით მინიჭებული პიროვნებისილება განახორციელონ. ყველა იმ უბანში, სადაც ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები დამარცხდნენ, კოალიციის აქტივისტები შედეგების გაბათილებას ხმაურიანი აქციებით უკვე 2 დღეა ითხოვენ. დაძაბული რჩება მდგომარეობა რამდენიმე ოლქში. როგორც უკვე გითხარით, ცოტა ხნის წინ დასრულდა აქცია. დღეს მთელი დღის განმავლობაში მათ აქციას ხელმძღვანელობდა კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში. როგორც მათ აქციის დასრულების შემდეგ განაცხადეს, პროტესტის ამ ფორმას ისინი ხვალდილიდან გააგრძელებენ.